Salmebit. Я вас всех приветствую. Уприс კეთილი ხელი იყოს თქვენზე მეგობრებო. Чтобы Божья благая рука была на вас, друзья. Вთხოვოთ სულიწმინდას, Мы просим Духа Святого. ვთხოვოთ, Будем просить Духа Святого. რომ გახსნას ჩვენი სულიერი თვალი Чтобы Он открыл наши духовные глаза. და დღეს მივიღოთ ის გზავნილი, რომელიც ნებავს უფალს. Чтобы получили ту весть, которую Бог желает нам. Hallelujah. დღეს მინდა შევჩერდე მომდევნო, ესე ვთქვათ, სულის ნაყოფზე. Я хочу остановиться на предыдущем плоде Духа Святого. იმიტომ ჩვენ დავიწყეთ, ასევე ვეხებით სულიწმინდის ნაყოფს ვიფასებო სხვადასხვა სახით. Да, мы начали говорить о плодах Духа. და დღეს მინდა თავმდაბლობაზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. Я хочу обратить ваше внимание на смирение. ჰალელუია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ნაწილი სულის ნაყოფის. Эта часть плода Духа Святого очень важна. იმიტომ რომ იცით თქვენ ხომ არის 9, Да, вы знаете, что есть 9 плодов. მაგრამ არის 9, Есть 9. მაგრამ ის ერთ ნაყოფად მოიხსენება. Их 9, да, но не Amen. один плод. ამიტომ დღეს მინდა რომ ნახოთ რას გულისხმობს უფალი თავმდაბლობაში. Я хочу, чтобы мы открыли открыли то, что Бог говорит о смирении. გინდა თავმდაბალი იყო? Хочешь быть смиренным? კარგია თავმდაბლობა. Вообще хорошо это смирение. ხარ თავმდაბალი? Ты смиренный? მოდით ნახოთ აბა უფალი როგორ უყურებს ამას. Посмотрим, как Господь на это смотрит. იმიტომ რომ ერთია რომ გინდა იყო თავმდაბალი. Одно, когда ты хочешь быть смиренным, და ეს არის კარგი დასაწყისი. это хорошее начало. თუ გინდა ღმერთთან ყოფნა, მასთან სიახლოვე, Если ты хочешь иметь близость с Богом и быть близко с Ним, გინდა? ты хочешь это? მაშინ აუცილებლად მოგიწევს გაიარო თავმდაბლობის გაკვეთილები. Ты обязательно должен пройти уроки смирения. აუცილებლად უნდა ისწავლო თავმდაბლობა. Ты должен научиться смирению. იმიტომ რომ შეუძლებელია ღმერთთან იყო და არ ქონდეს ეს შეხება თავმდაბლობის თეორიასთან. Невозможно быть с Богом и не иметь не проходить через теорию смирения. ამენ ძვირფასებო. იმიტომ რომ ღმერთი არავის არ ასწავლის Господь никого не учит სიამაყეს. гордости. ამენ. Аминь. თქვენ გაგიგონიათ რომ ღმერთს ვინმესთვის ესწავლებინა სიამაყე? Вы слышали, что Бог кого-то учит гордости? ამპარტავნება, ქედმაღლობა. Да, высокомерие. არავის არ ასწავლის ღმერთი ამას. Бог этого никому не учит. მაშინ საიდან ადამიანში ეს ყველაფერი? Тогда откуда у человека все это? ვისგან სწავლობს ადამიანის სიამაყეს, ქედმაღლობას, ამპარტავნობას, უზრიადობას და ასე შემდეგ. От кого человек учится вот высокомерию, гордости, возношению? არ არის საინტერესო კითხვა ძვირფასებო. Это же интересный вопрос, друзья. ხომ ღმერთი არ ასწავლის ამას? Бог же не учит нас этому. აბა საიდან იცის ადამიანმა ეს ყველაფერი? Тогда откуда человек знает? ვისგან სწავლობს? Откуда он учит? От кого он учится? მაგრამ ვიცით ერთი რამ, Но мы знаем одно. რომ ღმერთი ასწავლის თავმდაბლობას. Знаем одно, что Бог учит смирению. რაც ნიშნავს იმას, რომ თავმდაბლობა არ არის თანდაყოლილი. Это значит, что смирение это неприрожденное. ამენ. დაიბადა ადამიანი და მოყვა მას თავმდაბლობა, ესე არ არის და Когда გამორიცხულია. человек родился, и в нем уже есть смирение. Это исключено. ესმეთ. Понимаете? ამიტომ უნდა ისწავლო და რომ ისწავლო, უნდა იყო ღმერთთან ახლოს. Чтобы научиться, ты должен быть в близких отношениях с Богом. რადგანაც სიამაყე და მისი ბიძაშვილები ყველაფერი არის პრობლემების მიზეზი. Потому что гордость и его двоюродные братья это все причины პრობლემები. проблем. ამენ. თუ ადამიანი არის პრობლემებში, Если человек в проблемах, უპირველესი საიდანაც ის იქ მოხდა და აღმოჩნდა, საიდანაც შევიდა ამ პრობლემებში. то первое, почему человек оказался в этой той проблеме, иной სწორედ проблеме, სიამაყე აზრფასება. одна из них это гордость. უპირველესი არის. Да, первое это гордость. ამპარტავნება, ქედმაღლობა. Это высокомерие, возношение, превозношение. მაგრამ ღმერთი ყველაფერს აკეთებს, რომ გაანთავისუფლოს ადამიანები ამ პრობლემებისგან. И Бог делает все, чтобы освободить человека от этой проблемы. ღმერთის მისია რომ ადამიანი გაანთავისუფლოს პრობლემისგან. Миссия Бога освободить человека от проблем. გინდა? Ты хочешь? ჰალელუია. და რას აკეთებს? И что делает Бог? ნახეთ როგორი პრინციპი აქვს ღმერთს, თუ როგორ გაგოთავისუფლოს სიამაყისგან. И какой Бог принцип
как освободить человека от гордости. ამიტომ ძალიან ბევრს გონია რომ რაღაცა ბრძოლებში შედის უფალი, ვიღაცას ამარცხებს და ასე შემდეგ. Многие думают, что Бог в ходе сражения и кого-то поражает. არა ძვირფასება. ღმერთი ისეთ სიტუაციაში ათავსებს ადამიანს, В такой ситуации входит человек, ათავსებს ღმერთი ისეთ სიტუაციაში. бросает такую ситуацию. Помешает. ამენ? რომ იქედან ერთადერთი გამოსავალი. То есть из этой проблемы один единственный выход. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი Да, с этой ситуации единственный выход. არის Есть თავდაბლობა. თავდაბლობის გარეშე без смирения. შეუძლებელია Невозможно. რომ ღმერთმა გაანთავისუფლოს ვინმე. Чтобы Бог кого-то освободил. რა პრობლემაშიც არ უნდა იყო. Какой бы ты проблеме ни და ადამიანები როგორ ბრძოლობენ, ომობენ, მარხულობენ, ლოცულობენ. Да, люди борются, духовная такая борьба у них, они постятся, молятся. ო, ღმერთო, დაანგრიე ეს პრობლემა, დაამსხვრიე ეს სიტუაცია. Господь, разруши эту проблему, разруши эту ситуацию. და თითქოს არ ესმის ღმერთს. Такое ощущение, как будто Бог не слышит. იმიტომ რომ Почему? ერთადერთი გამოსავალი, Один единственный. რომ განთავისუფლდე პრობლემისგან, Что человек освободился от проблем, რომ შენ განთავისუფლდე что პრობლემისგან, ты освободился из проблем. არის თავდაბლობა. Это смирение. ღმერთი იმიტომ ათავსებს ადამიანებს ამა თუ იმ პრობლემებში, Да потому Бог помещает человека в ту или иную проблему. რა თქმა უნდა, ადამიანებს სიამაყის გამო არიან ისინი. Конечно, люди, это гордость их привела в эту ситуацию, в эту проблему. თავდაბლობის გარეშე გამოსავალი არის გამორიცხული. Без смирения выход исключен. ახლა ღმერთმა ძალით ატარა 40 წელი ებრაელები უდაბნოში? А что Бог силой возил 40 лет евреев в пустыне? არა. მათი გულქვევების გამო ბიბლია ამბობს. Человек, что по жизни так и сердечию, მათი სიამაყის გამო за гордость их, და მათ შანსი ჰქონდათ у них был шанс, თავდაბლობაში რომ დაეწყო ცხოვრება. чтобы они начали жить в смирении. მაშინ ისინი განთავისუფლებოდა ძვირფასებო. Тогда бы они освободились от этого. ამიტომ მე მინდა რომ დღეს ძალიან ყურადღებით იყო. Хочу, чтобы ты сегодня был очень თუ внимательный. Если ისწავლი თავდაბლობას, ты научишься смирению, თუ გააპრაქტიკებ თავდაბლობას если будешь практиковать და მუდმივად смирение იქნები თავდაბლობაში, и постоянно будешь в смирении, თუ მუდმივად იქნები სწავლის პროცესში თავდაბლობის, да если будешь всегда в процессе учения смирению, მაშინ ძალიან ადვილად იქნები ყოველთვის განთავისუფლებული ღმერთის მიერ. да ты всегда будешь освобожден Богом. მოდით ნახოთ რჯული როგორ გვასწავლის ამ ყველაფერს. Давайте откроем, что говорит нам რჯულის მერვე თავი. Второзаконие, 8 глава. ნახეთ რა საინტერესოა ძვირფასებო. Как интересно. აი რა წერია მეორე მუხლში. Что написано во втором стихе. გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა შენმა ღმერთმა ეს 40 წელიწადი, რათა მოერჯულებინე, გამოეცადე, რომ შეეწყო თუ რა გიდევს გულში, დაიცავდე მის მცნებებს თუ არა. Дабы ты боялся Господа твоего, все постановление. რჯულის 8-2. И положил. 8-2 ელა რჯულის. Да, как они сам делятся? Он стрял тебя, помнил тебя, помолил тебя Бога и питал тебя. კარგი არ უნდა წადება. ისე გახსოვდეს მთელი გზა, Да, что ты მომისმინე, გახსოვდეს მთელი გზა, чтобы ты понял, ომნი, весь свой путь, რომლითაც გატარა უფალმა უდაბნოში, который Бог водил тебя по пустыне. რომ მოერჯულებინე Он და стрял გამოეცადე. тебя и испытывал тебя. ნახე, ღმერთი დაინტერესებულია რომ შენ შეგცვალოს, მოგაწესრიგოს, მოგარჯულოს და გამოგცადოს. Да, и Бог хочет тебя испытать, и მოგარჯულოს და да, გასწავლოს. Он хочет тебя исправить и наставить. და რომ გაიგო И чтобы ты понял, თუ რა გიდევს гулში. и чтобы ты сам понял, что в твоем сердце. ესმის. გინდა გაიგო რა გიდევს гулში. Ты хочешь понять, что у тебя в сердце? გინდა გაიგო რა გიდევს гулში. Хочешь понять, что у тебя в сердце? აი ამ პრობლემებში ღმერთი გაჩვენებს თუ რა გიდევს გულში. И в этих проблемах Бог показывает, что у тебя в сердце. ამიტომ რომ ის დაინტერესებულია რომ მისი ცნებები დაიცვა. Он заинтересован, что ты исполнял его заповеди. და შენ ხედავ პრობლემებში. И ты в проблемах видишь, იცავ თუ არა მის ცნებებს. исполняешь ли ты, соблюдаешь ли ты его заповеди. და ნახეთ მე-16 მუხლი რას ამბობს. А 16 стих что говорит?
ის კვებავდა უდაბნოში მანნით, питал тебя в пустыне манной, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, которые знали отцы твои. რას აკეთებდა უფალი უდაბნოში ძვირფასებო? Что делал Господь в пустыне? რომ თავმდაბლობა ესწავლებინა შენთვის Дабы смирить тебя და გამოეცადე, и испытать тебя, რომ ბოლოს სასიკეთოდ მოგწეოდა. чтобы впоследствии сделать тебе добро. ნახეთ, ყველაფერი რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, როცა პრობლემებში გავდივართ ძვირფასებო. Все, что в нашей жизни, когда мы проходим через проблемы, ნახეთ, მერტი გვასწავლის. Бог учит нас. რას? გვიარ გვეუბნება დადექი, იბრძოლე, Он не говорит, стой, борись, მარხვაში ჩადექი. в пост ходи. არა, ის გეუბნება ისწავლე. Он говорит, ისწავლე, научись. რომ იყო თავმდაბალი, Смирение. რომ თავმდაბლობა არის. Потому что смирение ერთადერთი გამოსავალი один единственный выход შენი პრობლემებიდან. с твоих проблем. Amen. Выход. შენ ადვილად გამოხვალ, ესე თქვა, გამოძვრები პრობლემებიდან, Кстати, ты легко вылезешь из проблем, თუ ისწავლი თავმდაბლობას. если научишься смирить, ნახეთ რა წერია, რომ ესწავლებინა შენთვის. чтобы научить тебя. ღმერთი მასწავლებელია. Господь учит. მიყვარს სწავლება. Ты любишь, ადამიანებს სწავლება არ უყვარს ვიფასებო. люди не любят учиться. ხო, რამდენს მასწავლიან? Сколько меня სულ учат, სწავლება, სწავლება. сколько учения, учения. რა ვქნათ ვიფასო? А что нам делать? ღმერთი არის მასწავლებელი. Господь и есть учитель. მისი სიტყვა არის სახელმძღვანელო, Его слово это учебник, რომ გვასწავლოს чтобы научить нас. და შენ თუ არ გინდა სწავლა, А если ты не хочешь учиться, შეგიძლია სხვა დაწესებულება მოძებნო. ты можешь на другой заведение. Amen. Другой მაგრამ заведение ღმერთი обратиться. მასწავლებელია. Но Господь он учит. ის გასწავლის Он учит тебя. და გასწავლის ძალიან მნიშვნელოვან თემებს. Он учит тебя важным темам. ამენ. Аминь. და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამაში И одна из важных тем არის თავმდაბლობა ძვირფასებო. это смирение. შენ ღმერთმა უნდა გასწავლოს თავმდაბლობა. Бог должен научить тебя смирению. იმიტომ თავმდაბლობა Потому что смирение არის ის რელსები, это те рельсы, რომელიც ძალიან ადვილად გამოგიყვანს ამა თუ იმ პრობლემიდან. а эти рельсы легко выведут тебя с проблем, с той или иной проблемы. კიდე ადვილად გამოხვიდე პრობლემიდან. Ты хочешь легко выйти с проблем? შედ დაევნებე თავი იმის ძიებას თუ საიდან აღმოჩნდი იმ პრობლემაში. Оставь покой искать, что почему ты попал в эту проблему. მეორჯერ აღარ გაიმეორო. Да второй раз не повторяй. მაგრამ აღარ გამოიძიო თუ რატო აღმოჩნდი პრობლემაში. Да просто не ищи, почему ты в проблеме. თუ აღარ გინდა იყო პრობლემაში. Если ты не хочешь быть в проблеме, იმის კვლევა არ გაგათავისუფლებს. если ты будешь искать, вот, почему ты в проблеме, это тебя не освободит. თავმდაბლობა გაგათავისუფლებს Смирение პრობლემისგან. освободит, вытащит тебя с проблемы. როგორ პრობლემაშიც არ უნდა იყო. Какой бы проблемой ты და ни ეს был. ყველა დროში ალბათ. И, наверное, во все времена. ყველაზე მეტად თუ რაზე ნანობს ადამიანი. О чем обычно жалеют люди? ყველა თაობაში. Ну, во всех поколениях. ჩვენი წინაპრისგან მოგვისმენია. Да мы слышали от наших предков. შეიძლება ჩვენც ვამბობთ ამას. Может, и мы говорим это. ბავშვები ჯერ ვერ მიხვდებიან ამას, მერე მიხვდებიან. Да дети пока не понимают, они потом რა ზვირფასებო? о чем жалеют? ნეტა მესწავლა. Они говорят, почему я не учился? ამენ. გითხვამს ნეტა მესწავლა. Ты когда вот говорила, ვის უთქვამს ნეტა უფრო მეტი как მესწავლა. будто что მეუბნებოდნენ ისწავლე, вы говорили, учись, მე ისწავლე, учись, სახში შობლები მეუბნებოდნენ ისწავლე, и родители говорили, учись, и ბებია ბაბუა მეუბნებოდა ისწავლე. бабушка, дедушка, учись. რაღაცას გიყიდი, კამფეთს მოგცემ, შარვალს გიყიდი, ველოსიპედს გიყიდი, ისწავლე. Да я тебе подарю конфету, я тебе куплю მასწავლებლები სულ გვეუბნებოდნენ ისწავლე, ისწავლე. Учителя говорили, учитесь. სწავლა სიბერემდეო, ესეც ვიცოდით. Вы знаете, что учили до старости. პირობას ვიძლეოდით რომ ვისწავლით, Обещали, что будем исправляться. ორშაბათიდან ვისწავლით, С понедельника будем учиться. ახალი წლიდან ვისწავლით, До Нового года. მაგრამ Ну, გესმენთ, понимаете. რომ ესწავლა ამ ხალხს უდაბნოში. Если в пустыне эти люди научились, выучили это, ალო, ამ ხალხს უდაბნოში რომ ესწავლა. если бы люди в пустыне выучили, научились, თავმდაბლობა, научились смирению, ძვირფასებო ნახეთ, понимаете, ისინი შევიდოდნენ აღთქმულმიწაზე, они бы вошли в обетованную землю. ისინი გამოვიდოდნენ ადვილად პრობლემიდან. Они бы легко вышли с проблем. ხედავთ კავშირს, Вы видите связь, მაგრამ არ გააკეთეს. но они это не сделали. შენ მათ მაგალითზე ღმერთი გასწავლის დღეს. И сегодня на примере их Бог учит тебя. ამიტომ პრობლემები ხელს შეგიშლის Да потому что проблема будет мешать тебе. და უნდა ისწავლო И ты должен научиться თავმდაბლობა, რომ смирению, ადვილად გამოხვიდე чтобы легко выйти. из და აღარ проблем. თქვა, И
и не говорить. ნეტა მესწავლა. Ну, почему я не учился? უნდა თქვა ღმერთო, მაპატიე და მე მინდა დავიწყო სწავლება. Да скажи, Господь, прости меня, я хочу выучить этот урок, начать учиться. რა საქმე ჰქონდათ უდაბნოში მეტი გარდა იმისა, რომ ესწავლათ თავდაბლობაზე ფასებო. Да какие дела у них были в пустыне, кроме того, как учиться смирению? წყალი უნდათ და წყალს აძლევდა ღმერთი, Воду хотели, Бог воду ხორცი давал. უნდოდა და ხორცს აძლევდა ღმერთი, Мясо хотели, мясо давал. ფეხსაცმელი არ იცვითებოდა. Написано, что обувь их не ветшала. გააქვს ფეხსაცმელი, რომელიც 40 წელია გამოიყურება, როგორც ახალი? Из-за того, что ей уже 40 лет, а она как новая выглядит. არა, ყიდულობ. Нет, ну, ты покупаешь, მიდიხარ ბაზარში, идешь на базар, ეკითხები რა ღირს, спрашиваешь, ეუბნება хорошо, თანხას, они говорят тебе такую сумму. შენ კივი ხარ, Ты кричишь, რა ამბავია? დამიკელი, это дорого, уступи мне. იყიდი, Купишь, მე რაღაც მოირყა. чуть там закрываешь. მიდიხარ, აკეთებინებ მოხელეს. Да ты идешь к сапожнику, он тебе там чинит. მერე კიდე რაღაცა. Еще что-то там. მოდი დაახლოებით. Ну, примерно. 40 წლის განმავლობაში. На протяжении 40 лет. ვის 40-ზე მეტის არის? Да кто больше 40 лет? და დაითვალე დაახლოებით. Вот примерно подсчитай. რამდენი ფული გაქვს დახარჯული ფეხსაცმელში? Сколько ты потратил на обувь, деньги ტანსაცმელი. и одежда. არ იცვითებოდა ტანსაცმელი. Конечно, и одежда не ветшала. 40 წლის განმავლობაში. На протяжении 40 лет. შენ ყოველდღე გაქვს როგორც ახალი ტანსაცმელი. У тебя каждый день как новая одежда. როგორც რაც მოდაშია. Как, вот новая мода, и каждый день как новая. რამდენი ფული გეხარჯება ტანსაცმელში? Сколько ты тратишь на одежду? ძონძებში. На эти шмотки, да? ძონძებში. На лохмотье, да? Не знаю, как это было. ამენ. Ну, და სულ რო კიდე გინდა შეიძინო. и еще ты хочешь еще приобрести. ო, მოდი თემოში შევძრეთ ახლა რაღაცა. Давайте сейчас я тему открою. ო, გამოვიწეროთ ეს. Вот это выпишу, Стэн. ეს გამოვიწერე რა მაგარია. Классно, я выписала уже. ადამიანების гонება თემოში არის შემძრალი. Да человеческий разум прям в тему, они там сидят. მა გარდერობს უყურებს. Они думают, смотрят на гардероб. ო, რაღაცა დღესასწაული მოდის. Какой-то праздник ო, приближается. არ მაქვს ტანსაცმელი. Нет у меня одежды. მოდი აღარ წავალ შორს. Давайте я не пойду далеко. 40 წლის განმავლობაში На протяжении 40 лет. ტანსაცმელში, На одежду, ფეხსაცმელში на обувь. ფული არ იხარჯებოდა. Деньги не тратились. თქვი ღმერთი რა ეკონომიურია. Скажи, какой Бог наш экономный? ამენ. არაფერი საქმე არ ქონდათ. У них не было другого дела. ერთადერთი რაც უნდა ეკეთებინათ, Что только одно, что они должны были делать, ესწავლათ თავმდაბლობა. это научиться смирению. არ ისწავლეს. Но они не выучили, не научились. დარჩენ პრობლემებში Остались в проблемах დაიღუპენ. и погибли. მომყვებით მეგობრებო. Вы со мной? ღმერთი გამოგიყვანს პრობლემიდან. Да Господь выведет тебя с проблем, თუ ისწავლი თავმდაბლობას. если ты научишься смирению. გესმით? Понимаете? იმიტომ რომ სიამაყე არ არის გზა განთავისუფლებისკენ. Потому что гордость это не путь к освобождению от проблем. დაცემის მიზეზი იყო სიამაყე. Также причина падения тоже была гордость. თავმდაბლობა რა არის? А что такое смирение? თავმდაბლობა არის დიდების საწინდარი. Смирение это начало სლავე. славы. ამენ. მოდით ნახოთ იგავის მე-18 თავის უფასება. Давайте откроем притчу 18 главу. დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს დიდებას თავმდაბლობა. Перед падением возносится сердце человека, а смирению предшествует славе. ამენ. თუ ეცემა ადამიანი, Если человек падает, ეცემა იმიტომ რომ он потому падает. ის ამპარტავანია, ქედმაღალია, ამაყია. Он высокомерный, гордый. რა თქმა უნდა, ცოდვა პრობლემა. Но თავარი. вообще самый главный грех это и есть проблема. მაგრამ რა არის ცოდვა ზურფასება? Ну что есть грех? ეს იწყება სიამაყით. Грех начинается с высокомерия, с Amen. гордости. თუ ადამიანი თავმდაბალია, Если человек смиренный, ცოდვა ვერ მიეკარება მას. грех к нему не подойдет. ის не მივა подкатится. მასთან, Он придет к нему, მაგრამ ვერ მიეკარება. но он будет подходить, но не прикоснется к нему. გებულო, Понимаете? დაეცემა ყოველი ამაყი ადამიანი. Каждый гордый падет. ო, მე იცით მორჩილი ვარ.
Ты скажешь, что я смиренный, знаете, მე ერთგული ვარ. я верный. ძვირფასო, გთხოვთ დაიმახსოვროთ. Пожалуйста, запомните. შეიძლება ადამიანი იყოს მორჩილი, Может, человек будет послушным, მაგრამ ის იყოს ამაყი. но быть гордым. ესმეთ? Понимаете? შეიძლება ის იყოს ერთგული, Человек может быть верным, მაგრამ იყოს ამაყი. но быть гордым. რამდენი მორჩილია და ამაყი. Сколько послушных, но гордых. რამდენი ერთგულია და ამაყი. Сколько верных, ну гордых. ესმეთ? Понимаете? და თავდაბლობა სულ სხვა რამ არის. Но смирение это что-то такое особое, да? Нахед. Иное. ქართული ძალიან კარგად ხსნის, ჩვენი ენა კარგად ხსნის სიტყვას თავდაბლობა. Российский язык очень хорошо открывает слово смирение. რას? მოდი დაუმარცხლოთ ситყვა თავდაბალი. Давайте слово, вот там давали смирение, мы его там разберем по слогам. მისი ფუძე რა არის ვნახოთ. Там корень этого слова, там давали. თავი eta თავი ეს არის Это, თავი там это есть голова, Амен. голова. და დაბალი А слово давали, არ ნიშნავს მაღალი. это не означает, что это давали означает низкий. ეს ნიშნავს დაბალი, ნუ ჩქარო. ამენ? Это низкий. თავი დაბლდება. То есть это человек смиряется. Амен. Он смиряется. დაბლდება. Он, как бы, დაბალი. он становится низким. ამენ? То есть низкая თავ голова. დაბალი ნიშნავს დაბლა, თავი. То есть русское слово там давали, значит, თავი არის Да, დაბლა. голова внизу. Амен. Вот, если так перевести. ალელუია. Низкая, так, низкая голова. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლისთვის. И это очень важно для Господа. თვითონ სიტყვა გიხსნის რა არის თავდაბალი. И вот само слово тебе объясняет, что значит там давали. თავი არის დაბლა. Пусть твоя голова на внизу. ამენ? თავი მაღლა არ არის. А голова не так наверху. თავდაბლობას აუცილებლად მოყვება დიდება. И за смирением обязательно придет возвышение. ძალიან ბევრს слава. გონია თუ დიდება უნდა, Многие думают, если он хочет славу, ესე იგი უნდა გადიდდეს. он должен так прославиться. გადიდდეს უნდა. Он должен стать таким большим. ამენ ამაღლდეს უნდა. Он думает, что если хочет славу, он მაგრამ должен უფალი быть გვეუბნება, ვის высокий. ამაღლდება, ის დავარდება. А Бог говорит, кто хочет, кто возвысится, он унизится. ამენ. ამიტომ არ აქვს უშუალოდ შენ თუ გარკვეული ხარ მორჩილებაში. მორჩილებაში. Да если ты смиренный, შეიძლება იყო ამაღი. то есть, ну что ты послушный, но ты можешь быть послушным, но гордым. იმიტომ მხოლოდ და მხოლოდ თავდაბლობა ხსნის კარებს, რომ ღმერთი მოვიდეს შენთან, Потому что только смирение открывает двери для того, чтобы Бог пришел, რომ შეცვალო შენი გული. чтобы Бог изменял твое сердце. მოდით ნახოთ ერთი გამონათქვამია. Еще и посмотри, одно ბრანტის выражение. ერთი მასწავლებელია ესეთი. ღმერთი ცვლის თავდაბალი ადამიანის გულს. Да, Бог меняет сердце смиренного человека. ამენ. კიდე შეცვალოს ღმერთმა შენი გული და შენი ცხოვრება Хочешь, მთლიანად. чтобы Бог изменил твою жизнь, твое сердце? მაშინ თავდაბალი უნდა იყო. Ты должен быть смиренным. ამენ. Аминь. თუ იქნები თავდაბალი ღმერთი შეცვლის შენს გულს. Если ты будешь смиренным, Бог будет менять твое сердце. ჰალელუია. Аллилуйя. მიუხედავად იმისა, რომ მოსე იყო ყველაზე თავდაბალი კაცი. Несмотря на то, что Моисей был самым кротким, смиренным человеком. ესე წერია ბიბლიაში ძირფასებო შეგიძლიათ ნახოთ მე რიცხვში მე-12 თავში არის. Как написано в Библии, это числа 12 глава. О რომ მოსე Моисее. იყო ყველაზე თავდაბალი ადამიანი. Что Моисей был самым кротким человеком на земле. მისი ცხოვრებიდან ღმერთი გვაკვეთილს გვაძლევს და გვასწავლის, С его жизни Бог учит нас урокам. რომ გავაგზავნოთ თავდაბლობაში ყოფნა და ეს ეპითეტები თავში არ აგვივარდეს. Да, чтобы жить в смирении, чтобы эти эпитеты у нас там не скружили нам голову. როდის შეიძლება მოხდეს ეს და სად არის საფრთხე დამალული? И как может произойти эта гордость и где эта опасность вот зарыта? როცა გაქებენ, Когда тебя хвалят, ამბობენ, ო რა კარგი ხარ, говорят, ой, какой ты შე хороший, როგორი ერთგული ხარ, какой ты верный, როგორი მოწესრიგებული ხარ, какой ты порядочный, все у тебя дисциплина. ყველაფერი კარგად გამოგდის. У тебя все хорошо. მაგალითად, კარგი ნიშნები გაქვს და კარგად სწავლობ, Ты хорошо учишься, у тебя хорошая დისციპლინირებული Ты ხარ. очень дисциплинированный. როცა არსაიდან არ ელი რაღაც საფრთხეს. И как ты ниоткуда не ожидаешь вот такую опасность, სწორედ მაშინ მოვა, იმიტომ რომ ეს მაგს არ უნდა რომ თავდაბალი იყოს ქრისტიანი. да приходит эта опасность, потому что дьявол не хочет, чтобы христианин был смиренным. გახსოვთ რა დაემართა მოსეს ვიფასებო. Вы помните, что произошло с თითქოს Моисеем? ისეთი არაფერი არ ჩაუდენია. Как будто ничего такого
такого не არ было. გულისხმობ იმას, რომ მანამდე მოკლა ეგვიპტელი, თითქოს დაიცვა თავისი Я не говорю о том, что он вначале ხალხი. убил египтянина, потому что он хотел помочь своему народу. გესმით? არ გააკეთა ის, რაც უნდა ეკეთებინა. Моисей не сделал вот то, что он должен был сделать. ამენ. რაც ღმერთმა უთხრა, ისე არ გააკეთა. მას რომ უნდოდა, ისე გადასცა ღმერთის ნათქვამი. То есть он не сделал так, как ему Бог сказал. Он передал Божие слово, ну как он сам хотел. ამენ. მას როგორც აწყობდა, მისი სიტუაცია როგორც კარნახობდა. Вот как ему было выгодно и как ему диктовала ситуация. არის უმნიშვნელოვანესი ძვირფასება. Очень важно, мои дорогие. თქო დაიმახსოვროთ. Я прошу, запомните, пожалуйста. ზუსტად ისე გააკეთოთ, Делать так точно, в точности, როგორც გეუბნებიან. как тебе говорят. არა როგორც შენ გაწყობს, А не так, как тебя შენ устраивает. სიტუაციას აწყობს, как შენ устраивает მდგომარეობას ситуация, აწყობს, или положение, გარემოებას აწყობს, или вокруг окружения, მიდგომას შენ და მიაწყობს. или как вот подход к тебе, и тебе это выгодно. გესმით, ამ დროს შეიძლება გამოგეპოვოს ღმერთის ситყვა და ნება. Может, в этом случае ты можешь не потерять волю Божию. და შეიძლება სერიოზული კითხვა რო დაისვას. Если серьезный вопрос вот так будем задавать, რატომ არ შეიყვანა ღმერთმა მოსე აღთქმულ მიწაზე? почему Бог не вел Моисея в обетованную землю? ის თვინიერი კაცი იყო. Он был кротким человеком, ცოდვა არ ჩაუდენია. он грех не совершал. რა მოხდა? Что произошло? რა საინტერესოა რა ძვირფასება? Очень интересно. ელემენტარული რაღაცის გამო. За что-то элементарное. თუმცა ის უფალთან არის. Он с Господом, ის конечно, გადარჩენილია. он спасен, ამენ, ის სამოთხეშია. он в раю. ფერი ცვალებაზე ის მივიდა იესოს ეჩვენა და ელაპარაკა, ეუბნებოდა თუ რა იყო და როგორ არ იყო. Так помните, когда Иисус преобразился, к нему пришел Моисей, მაგრამ и ღმერთმა უთხრა, разговаривал с Иисусом. ამჯერად ამოიწურა შენი მოღვაწეობა. Он сказал, Моисей, вот твоя деятельность сейчас уже закончена здесь. ნახე, ყველაზე თავმდაბალი кაცი. Самый наикратчайший человек, Amen. самый смиренный. გესმით? და იმაზე უფრო თავმდაბალი რო გახდი ამ მიწაზე. Если ты даже будет больше смирен, чем он, მოსე, чем Моисей, ფრთხილად იყავი. ты должен быть очень Amen. аккуратным. იმიტომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი ადამიანის ცხოვრებაში. Ну, такой деликатный вопрос. ამენ, ძალიან უნდა იყო ფრთხილი. Ты должен быть очень осторожным. არ თქვა, Ты не должен говорить, მე ვარ მორჩილი, я послушный, პასტორის ერთგული ვარ, я верный пастор, ვემორჩილები მას, я ему, ვუყვარ ვარ მას, он меня любит, я его всегда Ყველას послушаю. უყვარვარ. Все меня любят, пастор любит, и все. ძალიან ფრთხილად იყავი. Будьте очень და მით осторожны. უმეტეს. И тем более. რაღაც მინდა ამდენი სწავლება, Зачем мне столько учения კიდე нужно? სწავლება, Еще учения, კიდე еще სწავლება. учения. იცით როგორ ჩანს ვირფასებო. Как видно. ადამიანს რაღაცას ეთქვი Ты что-то человеку скажешь, და როგორ ჩანს მისი მიმიკა სახეზე. и как видно по его мимике, по его лицу. არ აქვს მნიშვნელობა რა შეუგნები. Не важно, о чем ты с ним говоришь. შეიძლება არ არის ისე როგორც თვითონ ფიქრობს, Может, это не так, как он сам думает, этот человек. მაგრამ ღმერთი ელოდება, Но Бог ожидает, რომ იქნება რეაქცია. что у человека будет такая реакция. მხოლოდ თავმდაბლობა Только реакция смирения. და არა რაღაცა რეაქცია გაბრაზების და წყენის. А не реакция такой, что он обиделся там или разгневался. ამენ. რატომ ჩანს ესე? Да почему это так видно? გაინტერესებს? Вы интересуетесь? ესე იგი, ბოლომდე არ არის განადგურებული სიამაყე. Это значит, гордость еще не полностью удалена. Аллилуйя. ეს იმიტომ არ უნდა ღმერთს, А потому это не хочет Бог. რომ ვერ გამოხვალ პრობლემიდან სიამაყის გამო. Ты не будешь с проблемой ради этой гордости. ამენ, ის А ზაგორდა. из-за гордости. შეიძლება არ სწოდავ Может, ты не грешишь. და არ სწოდავ და კარგია თუ არ სწოდავ. Хорошо, если ты не грешишь. ამენ. მაგრამ სიამაყის გამო დარჩები პრობლემაში. Но ради гордости, ради за этой гордости ты останешься в და проблеме. უფრო მაგარ პრობლემებში შეიძლება წახვიდე. И ты можешь еще впасть еще хуже в проблему. ამიტომ არასდროს არ თქვა, კიდე სწავლება კაცო. Никогда не говори, ой, еще მე მომისმენია. Я слышал. უთქვამთ, ო, სულ სწავლება. Они говорят, люди так говорят, ой, опять учат, опять учат. საერთოდ опять учат». ხორცს არ უყვარს, რომ ასწავლია. Вообще плод не любит учиться, когда ее учат. ამენ. ხორცს არ უყვარს, რომ ასწავლია. Да плод не любит, когда ее учат. ხორცს უყვარს ხას რომ ასწავლოს. Плод любит, сама она любит учить. ხართ ხორცში. Вы по плоти, ამენ.
ამიტომ შეცვალეთ ეს პრინციპი. Измените, пожалуйста, этот принцип. თვითფასებო ჩვენ ვიცნობთ იესოს ძმას იაკობს. Да, мы знаем брата Господня, Иакова. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს და გვასწავლის თავმდაბლობაზე. Он очень много учит нас и говорит о смирении. და შენი მოქმედება და საქციელი И твое поведение, твое действие, განსაზღვრავს შენს თავმდაბლობას თუ როგორი ნასწავლი ხარ. и это твое поведение показывает, вот насколько у тебя есть смирение. მოდით ნახოთ მესამე თავი იაკობის. Научился это Яков 3 глава. ნახეთ რა საინტერესოა. მე-13 მუხლში წერია. 13 стих. ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და განსწავლული? Мудрый ли кто? ვინ არის თქვენ შორის ნასწავლი? Есть ли среди вас ვინ არის თქვენ შორის? кто между вами, кто из вас? кто из вас наученный? Ну, ამენ. ученый. ვინ არის ნასწავლი? Кто из вас ученый? ადამიანი რომ ამბობს არ მინდა სწავლება. Когда человек говорит, я не хочу учиться. აი კითხვას ვამს იაკობი. Яков говорит, кто из вас ученый? სწავლება თუ არ გინდა? Если не хочешь учиться, აბა მითხარ ვინ არის ნასწავლი შენ თქვენ потом, შორის? кто между вами ученый? ვინც არის ნასწავლი? Да кто ученый? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი თავმდაბლობა. Да пускай он показывает это. კარგი საქციელით აჩვენოს თავისი თავმდაბლობა. Да своим хорошим поведением пусть он покажет свое смирение. ამენ. ხარ ნასწავლი? Ты ученый? მაშინ Выучился? შენი საქციელი გამოაჩენს თავმდაბალი ხარ თუ არა? Когда твое поведение покажет, ты смирен или нет. თუ ხარ ნასწავლი? И если ты ученый, Аминь. выучился, მაშინ გამოჩნდება შენი თავმდაბლობა, იმიტომ მდგომარეობა გამოაჩენს. это твое смирение через ситуацию будет იმიტომ твоя. არის ამ ქვეყნიური სიბზნე და სწავლულობა Да есть такая вот мирская мудрость и мирская учеба. და ის როგორია იცით? მე ნასწავლი ვარ. Они говорят, что я, ნასწავლი ვარ. ნახე როგორ ვიცი. вот я знаю. ჰო! Посмотрите, насколько я знаю. და იცით, ეს თავი ამ ცოდნის სწავლის სიბზნის გამო მაღლდება. И потому что это вот такая мудрость, это мирская ჰე, ტაში დამიკარით ახლა. ნახე რა ნასწავლი ვარ. Моя голова, она поднимается, А, повышается. Я ученый. უფლის სული გვეუბნება ბიბლიაში ძვირფასება. Дух Господень в этом Библии. რომ სახარება ისე მარტივ ენაზე დაიწერა, Что Евангелие было написано на таком простом языке. რომ თვით ბავშვიც კი თუ ის დაინტერესდება, Даже если ребенок заинтересуется, გაიგებს ადვილად. он очень легко поймет მაგრამ Евангелие. ძალიან ბევრი ვისაც უნდა რომ გამოაჩინოს თავისი სწავლულობა და რა, მაგარი რაღაცები ვიცი. Очень многие хотят показать, что они насколько выучены. ისე ართულებენ სწავლებას და ქადაგებას. Они так усложняют проповедь и учение Христа, რომ ბევრი ვერც გაიგებს, კაცო. что многие могут не понять. ძვირფასებო იესოს ისეთი ენით შეეძლო ახსნა, განმარტება და სწავლება, Иисус на таком языке мог нас учить. ამიტომ ის ძალიან განსწავლულია. Потому что Он супер ученый. ამენ, იესო განსწავლულია. Иисус очень ოდი დიდება მიუძღვენი იესოს. ამენ. რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებდით. мы ничего не поняли. გებულობ ძვირფასებო. Понимаете? მაგრამ იცი, თუ ხარ ნასწავლი, Но если ты ученый, ეს ნიშნავს იმას, რომ это значит, ძალიან თავმდაბლურად, это очень смиренно. ძალიან თავმდაბლურად უბრალოდ გააგებინე ადამიანს. Иисус же вот по-простому объяснить, არ არის საჭირო მაღალ ფარდოვანი სიტყვები. нет такие высокопарные слова. უცხო ენათა ლექსიკონში მოდი შეუძრე და რაღაც ესეთი ამოვიღო რო თქვა, აუ რა ჭკვიანია. Я же как-то иностранные слова. Вот подберу, что какой раз и два. Такие слова я подберу. აი მაგალითად, Лексикона. Ну, допустим, ვიტყვი კონცეფცია. скажу концепция. აუ ვიღაცა რო თქვას, რა ჭკვიანია, ნახე. Какой он умный. და შეიძლება ნახევარზე მეტმა ვერ გაიგოს რა არის ეს. Может, вот это стих не поймешь, что это такое. და თვითონაც მასაც დაავიწყდეს რა არის და რა თქვა. Может, он сам забыл, что значит это слово концепция. Он сам ეს забыл. მე ძვირფასებო. Это слово- უბრალო. Ну, просто. იმიტომ ამ ქვეყნიური სიბრძნე და სწავლულობა ესეთია. Потому что мирская мудрость ученость, она такая. თქვენ არ ამამაღლეთ მე? Вы меня не возьмете. არ შემაქეთ? Вы меня не похвалите. არ ხართ ჩემი ღირსი? Вы недостойны меня. აღარ მოვა მაშინ თქვენთან. Я к вам не приду. სხვა აუდიტორიაში წავა. Я пойду в другую аудиторию. მაგრამ Но, ნახეთ, იესოს ძმა რას ამბობს? что говорит брат Господь Ну, Иаков? ახლოს იყო იესოსთან. Он был близко с ერთად ним. ცხოვრობდნენ. Они вместе жили. ისწავლა, Он научился. მის მერე რაც გაიგო თუ ვინ იყო იესო. Как он понял, кто на самом деле Иисус. სულ უფალო ეუბნებოდა. Он говорит, Господь. და ისიც რას ამბობდა? მე მონა ვარ მისი. Он говорит, я раб Господень. დღეს ძმები ერთმანეთს ჭამენ შეიძლება უფრო ხშირად. То есть, часто сегодня братья
друга себя. გინახია ძმა-ძმას ეუბნება, შენ ხარ დიდი და მე მონა ვარ შენი. Видишь, что братья говорят, ты главный, а я твой брат. პირიქით შურია, შუღლია, გამიშვი დამაკავე. Когда народ მე ვჯობი ვარ. раздоры, говорят, я лучше, я выше тебя между братьями. დედამთი მამამთილი უყურებს. И ცოტა გადაუხვევ, ეხლა რომ чувствуете, я сейчас დაბრუნდეთ აქ. я хочу, чтобы вернулись. А свекровь и ამის свекровь, ძალი ჯობია имас. они говорят, это невестка. ეს лучше. ყურადღებიანია. Это более внимательная невестка, а это не такая невестка хорошая. აფერისტი ხომ არ არის კაცო, სპეციალურად ხო არ არის ეს. Да может это хорошая уж какая-то аферистка, она და специально 1000 მაიმუნობა. это очень много ტრადიციული. таких, ну, неправильно. მაგრამ იაკობი ამბობდა, ჩემი უფალი იესო, Ну, я как მის говорю, ძმაზე, он говорил о своем брате, мой Господь, და მე მისი მონა. он Господь, а я раб Господь. თქვენ მოგმართავთ. Я вам და 3:17-ში ამბობს, увещеваю, говорит 3:17. მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე. Мудрость, сходящая с небес. პირველ რიგში, Во-первых, წმინდა, свято, შვიდობიანი, мирно, თავდაბალი. смиренно. ჰალელუია! აი როგორი არის სწავლულობა ძვირფასება. ხარ ვიღაც, წარმოადგენ რაღაცას. თავდაბალი ხარ. ამენ. კი არ ეცდები ვიღაცას რაღაცა ასწავლო. Ты не пытайся кого-то научить. შეწყვიტე სხვაზე რაღაცების სწავლა და ჭუის დარიგება. Прекрати кому-то советовать, თითის მიშვერა. учить там или укорять. თუ შეგეკითხებიან შეგიძლია რომ უთხრა. Если кто-то тебя спросит, в том случае отвечай. ამენ. გააჩერე შენი ენა. Просто, закрой свой рот. მაგრამ ზოგი ისია იმდენად არის და იმდენად გაჩერებული, Очень многие, вот столько времени они молчали, რომ ჯობს საერთოდ არ მოიღოს ენა. да лучше им вообще этот рот не ეს открывать. სხვა კატეგორიაა. Это другая იმიტომ სანამ დაელაპარაკებს ადამიანი, Пока человек начнет говорить, ყველას ბრძენი გონია მისი все თავი. думают, что он мудрый. ამიტომ ესეთი თუ არაფერი არის, ჯობს საერთოდ არ მოიღო ხმა. Если ты что не знаешь, лучше, ну молчи. Люди подумают, что ты мудрый. აბა კონტაქტზე ვინც არის დამიქნიოს Кто со мной в ВКонтакте, пожалуйста, თქვენ გესმით ძვირფასებო. ჰალელუია, თავმდაბლებო. смиренные. გესმით? მაგრამ ღმერთისგან მოცემული, არა მიწისგან მოცემული ცოდნა, არამედ ძეცისგან მოცემული ცოდნა. Да, но мудрость, ходящая свыше, а не არის земля. მორჩილი, Она послушна, წყალობით და კეთილი ნაყოფით სავსე. მიუკერძოებელი, она нелицеприятна. უთვალთმაქცო Нелицеприятна, полна და благодетельности. იქ შუაში მომწყდებულია უმნიშვნელოვანესი სიტყვა ძვირფასებო. И внутри такое важное слово. თავმდაბალია. Она смиренна, мудрая. ჰალელუია. ზეციური სიბზნე თავმდაბალია. ის არ ყოყოჩო. Мудрость, она не მე ვიცი და შენ არ Она то, იცი. что я знаю, она смиренна. ის თავმდაბალია. Она смиренна. она აი რა смиренна. ისწავლა იესოს ძმამ ძვირფასებო. Вот что учил брат Господень Яков. ბევრი რამ იცოდა, Он много знал, მაგრამ მიხვდა. но он понял. განსხვავება დაიჭირა. Он такую разницу увидел. მიწიერ სიბზნესა და სწავლულობასა და ზეციურ სწავლულობას Конечно, შორის. мирской мудростью и небесной ო мудростью. პროფესორი, აკადემიკოსი, О, профессор. ამ ინსტიტუტის ლექტორი, იმის სუპერ დოქტორი ხარისხში. Да, супер, в каком-то степени. არ არის ცუდი, Это неплохо, მაგრამ ზეციური სიბზნე но და სწავლულობა та мудрость სულ სხვა რამ არის. небесная другая. ამიტომ შეხედე ადამიანს, რომელიც შენ რაღაცას გასწავლისან გიქადაგებს. Вот этот человек, который тебя учит или что-то проповедует, როგორია ის? какой он сам. ცოტა მიიღმა ამ ტრიბუნის. То есть за кафедрой. ო, აქ ყველას უნდა წარმოაჩინოს თავი, რომ სწავლულია. Здесь все хотят показать, что ო, он такой ученый и такой ხილად უნდა знающий. იყოს, შენ ცხვირი მოიტეხო და დაეცე. Да ты можешь упасть, будь ამენ, осторожным. რაც უფრო ამაღლდები. Да чем ты უფრო возвышаешься, დაეცემი. ты упадешь. ამენ, რაც უფრო დაეცემი. А если ты будешь დავარდები, დამდავდები. если будешь смиряться, უფალი წამოხცევს. Бог обязательно тебя возвысит. ამიტომ თქვა უფალმა, რომ ცოდნა ამ პარტავნებს. Там написано, что знание нагревает, მაგრამ თავმდაბლურია მხოლოდ ღმერთის სიბზნე а ძვირფასება. мудрость небесная только смирена. ამენ. მოდით ნახოთ შტეფან ცვეიგი, ეს გერმანელი ბიჭუნა რაც გვეუბნება. Что говорит Цвейг? შტეფანა, კაცო, სტეფანე. А, თავმდაბლობის ნაკლებობა, ჭკუის ნაკლებობაა. Недостаток смирения, недостаток ума. ამენ. თუ თავმდაბლობა გაკლია, Если у тебя не хватает мудрости, რაც არ უნდა გაბერილი კონდეს ტვინის, ცოდნით. если не хватает смирения,
არაფერი არ У არის. тебя много учения, это ничто. და ამიტომ მიაქცია მას ყურადღება. Обрати на это внимание. ჰალელუია. მოდით ნახოთ ესევე რას ამბობს მარკ ტვენი. Что тут Марк? ზომიერება ყველაფერშია საჭირო, მათ შორის თავმდაბლობაშიც. მერა. До мира везде нужно особенно смирение. ამენ. თავმდაბლობაში ზომიერი უნდა იყო. Ты также в смирении ты тоже должен быть и знать меру. ნუ შეიძლება აღარ ყოყოჩობ, А может ты так вот не очень-то возвышайся, მაგრამ ბალანსი უნდა დაიჭირო. ты должен... ზოგი ძალიანო აჩვენებს რომ თავმდაბალია. Многие скажут, что они очень смиренные. ამენ, ამიტომ ფრთხილად იყავი. Будь, пожалуйста, очень... დიდება უფალს. სიამაყე არის სიბრიყვე ძვირფასებო. Гордость — это глупость. ამენ, თავმდაბალი ყოველთვის არის დაზღვეული. Смиренный, он всегда как бы იგავი 11:2. в безопасности. მოვა ამ პარტავნობა და მოხვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს. Придет гордость, придет и поздравление, а со смиренным мудрость. გესმენთ? გინდა სირცხვილი შეგწხვეს, შეგარცხვინო, Ты хочешь, чтобы ты устыдился? რომ შეგარცხვინოს ვინმე. Чтобы кто-то тебя устыдил? Поношение пришло. რა თქმა უნდა არ უნდა არავის. Конечно, никто не хочет этого. მაგრამ ამ პარტავნობა თუ თავმდაბლობიდან არ გამოძვერი იქედან შეგარცხვენს. Но гордость тебя საზოგადოდ. будет устыдить тебя в обществе. მაგრამ ვინც თავმდაბალია, იმას სიბრძნეც ახლავს. А у смиренного мудрость. ძირფასებო იყო ერთი ადამიანი, Был один человек, ძალიან პატივდებული. очень почитаемый. ამენ, ყველაფერი ქონდა. У него все было. და ხელს არაფერი არ უშლიდა, რომ ყველგან მოეხდინა თავმდაბლობის დემონსტრირება. Да, он мог при всех показать свое смирение. ამიტომ თავმდაბლობა არ არის მხოლოდ სიტყვები და ჟესტიკულაცია, მიმიკა. Да, смирение — это не только жестикуляция или мимика. მაგრამ კეთრი ქონდა. Но у человека была проказа. ეს იყო ნაყამანი ძვირფასებო. Это был Нейман. და ესე იმდენად მიჩვეული იყო ამ პატივს. Он настолько привык вот этой к почестям. რა თქმა უნდა იცოდა რა იყო თავმდაბლობა. Он также знал, что такое смирение. მაგრამ ღმერთს უნდა რომ თუ თავმდაბალი ხარ, ყველგან იყო და ყველასთან თავმდაბალი. Но Бог хочет, чтобы если ты смирен, ты должен быть смирен со всеми. ო, მე შენთან ვიქნები თავმდაბალი? Вот я с тобой буду ო, смирен. თქვენთან ძმებო, მე თავმდაბალი Я ვიქნები. с братьями буду очень смирен. ამიტომ მაწყობს ესე. Это мне выгодно. ნუ აქეთ რა ეცი ესეთი ისა რა კატეგორია. პანდაპუნდა ხალხი აქ რა საჭიროა ახლა ეს დემონსტრირება ამ А ყველაფერს. здесь и такие люди, которые мне пригодятся. С ними можно и не быть смиренными. ესეთ ეს რა არის? Знаете, что это такое? დასაწყისი კეთრის. Это и есть начало და проказа. ფრთხილად უნდა იყო. Ты должен быть очень осторожным. და გაუშვეს ის ელოდა თავმდაბლობას, რომ მისკენ ვიღაც გამოიქცეოდა და თავმდაბლობას აჩვენებდა. Да, он ожидал, что кто-то выбежит им навстречу и покажет смирение. ნახეთ, არიან ადამიანები, Есть такие люди, არიან ადამიანები, есть люди, ბევრი, много, რომელთაც უნდათ, которые хотят, რომ ყველა დანარჩენი чтобы все остальные მათ люди წინაშე იყოს თავმდაბალი. пред ними были смиренными. ო, ბიბლიაში წერია თავმდაბალი უნდა იყოს ძმაო. აბა მოდი იყავი თავმდაბალი. Тебе же написано, брат, будь смирен, вот смиряйся, брат, მაგრამ ბიბლიაში ესე არ წერია. შენ რო გინდა, как ты хочешь. ბიბლიაში ის რა წერია? Что написано в Библии? შენ უნდა იყო ყველას მიმართ თავმდაბალი. Ты сам, во-первых, должен быть смиренным ко всем. ამენ, ბიბლიაში არ წერია რომ ყველა შენდა მე უნდა იყოს თავმდაბალი. Написано, что все к тебе будут смиренным положением. ამენ, ბიბლიაში წერია შენ უნდა იყო ყველას მიმართ თავმდაბალი. Ты сам должен смиряться во всех და ситуациях. თუ ესე არ მოიქცევი, Если ты не так будешь себя вести, ესეთი კეთრი გაგიჩნდება სულიერი. у тебя будет такая духовная проказа. და იმდენად ამ პარტავნული გამომეტყველება ჰქონდა იმ შემთხვევაში ნაყამანს, У Неймана в этом случае был такой, гордый взгляд. რომ უბრალოდ თავდაბლობით ვერ გამოძვრებოდა იქედან. Он просто вот простым смирением бы не мог выйти оттуда. 7 მაგი თავდაბლობა დაჭერდა. Ему нужно было 7 раз смиряться. ამენ. 7 раз смириться. ო, კარგი, ბოლოს უთხეს დამდავდი. Он говорит, ну давай смиряйся. ნუ ჯერ იჩხუბა ხომ, ჩემი დინარე უფრო სუფთა ვიდრე თქვენი ამღრეული ღელე, ჭანჭრობი. Ваша мутная вода, наши реки лучше сирийские. ვიდრე ჭანჭრობი თქვენი. Чем ბალოტა. Ваше болото. Аминь. Нужно.
ყოველი ბაღაკი თავის ჭანჭრობს აქებსო. Да каждая вот лягушка свое болото хвалит. ჩემი ეკლესია უფრო მაგარია. Моя церковь лучше, ვიდრე შენი. чем твоя. საშინელება ძვირფასებო. Это ужасная ситуация. რამდენჯერ მე რომ მომისმენია ეს არაფერი არ არის. Вот, да, ну то, что я слышала, это еще ничего. როცა ღმერთი ისმენს, Да, ну когда Господь это слушает, რომ ვიღაცა ამბობს, кто-то говорит, ჩემი ეკლესია უკეთესია. моя церковь лучше. რა გინდა მაგ ეკლესიაში? Что ты хочешь в этой церкви? ეს ღმერთს ესმის. И представляете, это все слышит Бог. ალო, Алло, слышишь? რა საზიზღრობა? Какой-то, ну, мерзкая ситуация. და ნახეთ. უთხრას განკურნება აქ ამ შენს წარმოსახვაში ბინძურ წყალშიაო და არა შენს სუფთა წყალში. И вы сказали, что исцеление в этой мутной воде, как ты думаешь, а не в твоей чистенькой воде. თუ გინდა წადი და იბანავე შენ სუფთა წყალში და განიკურნე. Если хочешь, купайся в своей прозрачной воде, исцеляйся. მე შენ გეხვეწე, მოდი ჩემთან. Я раз просил тебя, приходи ко мне. მე გეხვეწები შენ იყო აქ ეკლესიაში? Я прошу тебя, чтобы ты был сейчас в церкви. წადი, სადაც გინდა და იარე იმ ეკლესიაში, კაცო. Ты можешь ходить в любую церковь, куда ты хочешь. ამენ. ო, აქ სულ სწავლება თავდაბლობაზე. Здесь всегда учение о смирении. წავედი სხვა ეკლესიაში. Давайте пойдем в другую церковь. მიბრძანდი. Пожалуйста. Пардон. თავდაბლობა ერთადერთი. Одно единственное смирение. თავდაბლობა ერთადერთია. Единственное смирение. смирение და единственное. Смирение это единственное, ამენ. რომელიც გამოგიყვანს პრობლემიდან. которое выведет тебя из проблем. და გაგანთავისუფლებს კეთრისგან. Я освободит тебя от проблем. ჰალელუია. Аллилуйя. ესმის ვიფასებო. Понимаете, дорогие? და ერთი თავდაბლობის გამოცდა ჩააბარა, Но он стал этим экзамен смирения, სიამაყე ჩაყვინთა, та гордость нырнула, ამოვიდა, არაფერი არ შეცვლილა. ничего не изменилось. მეორე, Второй раз, მესამე, третий, მეოთხე. четвертый. შენ გაძლევდი ამდენს? Ты бы столько выдержал. ну რაღაცაში გჯობია ნაყამანი, нахე? Да, наверное, что-то... მოთმინებაში გჯობია ნაყამანი. У него терпение лучше, чем у нас. У вас. Он у нас. ჰალელუია, არავის. და მე-7 ჯერზე რო ჩაყვინთა ძვირფასებო. А когда он нырнул седьмой раз, აბსოლუტურად განთავისუფლებული ამოვიდა он იქიდან. полностью освобожденный от проказа. ამენ. ღმერთს მოწონს რომ შენ იყო თავდაბალი. არა განსაკუთრებული ხალხის, არამედ ყველას წინაშე. Бог хочет, чтобы мы смирены не только перед какими-то людьми, а перед всеми. ამენ. ყველას წინაშე ერთნაირად უნდა იყო Ты თავდაბალი. должен перед всеми людьми быть одинаково смиренным со всеми. უფლის პრინციპია ეს. Это принцип Божий. და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. Вы должны на это обращать თუ внимание. ხარ თავდაბალი, Если ты смиренный, ეს შენთვისაც კარგია. это и для тебя და хорошо. შენს გვერდით ვინც არის И кто იმათთვის. рядом с тобой, рядом. тоже ნახეთ რა хорошо. კარგი ილუსტრაცია გვაქვს. ძალიან მიყვარს ეს. Мне очень нравится. იყავი თავდაბალი და სხვებსაც გადაარჩენ. Будь смиренным, и ты спасешь других. ამენ. იყავი თავდაბალი. Да будь смиренным. სხვებსაც გადაარჩენ. Ты и других спасешь. დამდაბლდა Да он смирился, და გადარჩა ყველა. да и все спаслись. ნახეთ. რო არ დამდაბლებულიყო, И если бы он не смирился, თვითონაც დაიღუპებოდა და დანარჩენი. он бы тоже погиб, и другие погибли бы. თავდაბლობა ყოველთვის მომგებიანია. Смирение всегда выгодно. მომგებიანია. Вы- ყოველთვის გაიმარჯვებ თუ ხარ თავდაბალი. Да ты всегда будешь в выигрыше, если ты будешь смиренным. ამენ. სიამაყე ყოველთვის წაგაგებინებს. А гордость это для тебя будет поражение. ნახე, ნაყამანი რო არ დამდაბლებულიყო, Если бы Нейман не смирился, ისიც დაიღუპებოდა. и он бы погиб, და ის ხალხიც и люди бы погибли. იტყოდნენ რა ეს რა ის მხედართავარია კაცო. Они сказали, что это, ამაგი ყოყოჩი ვიღაცა. что это за военачальник такой гордый, სიზურვილი წამოვიდოდა. и такой ненависть бы пришла. მაგრამ იმის გამო რომ დამდაბლდა და დაექვემდება რა. Потому что он смирился გადარჩა. и послушал, он და წარმოდიდგენთ спасся. ის მსახურები როგორ ნოტაზე იქნებოდა И ძვირფასი. представьте, его слуги, вот на какой ноте были слуги Неймана. და როცა ხედავენ სასწაულს, რომელიც ნაყამანს ჰქონდა, Когда они видели, что такое чудо произошло в жизни ისინი этого ამბობდნენ, Неймана, они говорили, что ეს იმის გამო, это потому, რომ დამდაბლდა. что он смирился, დაიმდაბლა თავი. смирил себя. ამენ ძვირფასებო ის ყოველთვის მომგებიანია. Это всегда в выигрыше.
ღმერთს ყოველთვის აქვს ძალიან ადვილი გზა განკურნებისკენ და У Бога გათავისუფლებისკენ. всегда есть такой легкий путь для исцеления и Аминь. для освобождения. რა არის უფრო ადვილი? Что легче? რა არის უფრო იაფი? Что дешевле? ნახეთ. რამდენი ფული დახარჯეს მის განსაკურნებლად? Сколько денег потратили, чтобы исцелить Неймана? ძვირია ღმერთის გარეშე ყველაფერი. Дорого, без Бога все дорого, ამენ და ძნელია ყველაფერი. и все очень трудно. თქვენ რა გონიათ ძვირფასებო? Вы что думаете? სიამაყე და ამპარტავობა Вот гордость и высокомерие. ადვილია, Это легко, ძალიან ძნელია очень трудно. და ნერვებს გიშლის. Это все тебе действует на нервы. ამენ. გაღიზიანებს ავად ხდეს. Это тебя делает раздражителем, и ты болеешь. ამენ. მაგრამ თავდაბლობა Но смирение, იაფია. оно дешево. ამენ. და სიმშვიდე აქვს. И оно приносит мир. რა დაუжда ნაყამას იქ ჩაყვინთვა? Что сделал Нейман, что он არაფერი. он окунулся в это? ის სიმდიდრე რაც მოიტანა საერთოდ არ აიღო ელისემ და უკან გაატანა არ მჭირდებაო. Елисей вообще не снял, Елисей вот это богатство. Говорит, მაგრამ ის მზად იყო დაეხარჯა ყველაფერი. Он был готов вот все богатство растратить, чтобы только... ამიტომ შეეწყვიტე ხარჯვა სისულელეებში. Прекратить тратить на глупые вещи. ამენ. თავდაბლობა უფასოა და ადვილი. Смирение, оно бесплатно и легко. თავდაბლობა უფასოა და ადვილი. Смирение, оно легко и бесплатно. უფალში ყველაფერი ადვილია. Господи, все легко. ჰალელუია. შეიძლება აი წარმოგიდგენთ ქარბუქი. Вот представь, буря, вихрь. ის მაღალ ხეებს ამტრებს, ძირფესვიანად აგდებს. И вот это вихрь, ураган, вот высокие деревья с корнями вырывают. ამენ. მაგრამ პატარას ვერაფერს ვერ უშვება. Да низким деревьям ничего не делай. ამიტომ ნუ აიმაღლებ თავს, იღავი თავდაბალი. Да не возвышайся, будь смиренным. თავდაბლობა გაშორებს ეშმაკისგან ხელმისაწვდომ საზღვრებს. ადილერტად Да. Да, смирение тебя отделяет от... Ну, ты как бы на расстоянии уже от дьявола. Ты Аминь. не საზღვრებს. გრანიტ. Да, не на границах с дьяволом уже. დუაით მუდი ამბობდა ძვირფასებო. И Муди говорил. ნახეთ რა საინტერესო რამ არის. Как он интересно. მეგონა რომ ღმერთის ნიჭები Я думаю, что Божьи дары, მიუწვდომელია და სულ უფრო და მაღალ უჯრებშია я მოთავსებული. думаю, что они недоступны, они все высоко-высоко. რაც უფრო მაგარია ნიჭი, Да чем выше дар, რაც უფრო მაგარია, а чем такой круче дар, ის მაღლა. он наверху. მაგრამ აღმოვაჩინე, Но я выяснил, я რომ понял, ყველაზე მაგარი нიჭი, что самый лучший дар, ყველაზე დაბალ ქვედა თაროშია მოთავსებული. он на самой низкой полке лежит. ამენ. ამიტომ თავდაბალი ყოველთვის თავდაბლობა მომგებიანია. Поэтому это выигрышное смирение. დედა ტერეზას აქვს ესეთი ნათქვამი. Мать Тереса говорит, გაგიგონია ტერეზა. вы слышали, ერთი მაგარი ქალი იყო. ნახეთ რა თქვა. ამაღი ყოველთვის განაწყენებულია. что гордый всегда обиженный. ყოველთვის განაწყენებული და გაბრაზებული. Гордый всегда обиженный. თუ ვინმე გაბრაზებულია, Если кто-то обиженный, თითქმის 100% ის ამაღია. ну почти 100%, что он гордый. თითქმის. Ну почти все, кто Аминь. обиженный. ის ყოველთვის ეძებს, И обиженный, да? Он обиженный всегда ищет, რომ ის უყვარდნენ. чтобы его любили. ამენ. მაგრამ თავდაბალი Но смиренный, სამაგიეროს არ ეძებს. он никогда не ищет своего, ამენ. кому-то что-то воздать, რომ ვიღაცას გადაუხადოს. чтобы кому-то чем-то воздать. მას Платить. ყოველთვის უყვარს სხვა. Смиренный всегда любит других. ამენ. თავდაბლობა ისიც რა არის ძვირფასებო. Что такое смирение? პეტრე მოციქული ძალიან მაგრად ამბობს. А Петр, апостол Петр очень сильно ისეთ რაღაცას ამბობს, он такое говорит. რომ მარტო ამ ერთ მუხლზე შეიძლება მთელი დღე იქადაგო და ასწავლო. Об этом всем только может Созия проповедовать и учить. რომ თავდაბლობა არის ტანსაცმელივით. Он говорит, смирение это как одежда. ამენ. უნდა ყოველთვის იყოს შემოსილი თავდაბლობა. Он говорит, облеки смирение. ამენ. შემოსილი უნდა იყოს Ты თავდაბლობა. должен быть одет в смирение. ამენ. ეხლა რომ აქ მოსული ხარ, ხო გაცვია რაღაც. Да вы пришли, и вы сегодня одеты. და რო არ გეცვა შეგწხვება. Если ты будешь, вот нагим, тебе будет стыдно, ты устыдишь. სამოსი მარტო იმისთვის კი არ არის, რომ ლამაზი იყოს და გითხრან რა კარგად როგორ გიხდება. А если не для того, чтобы тебе сказали, что она красива, тебе очень подходит. უთხარ შენს გვერდით ვინც ის გიხდება ტანსაცმელი. Скажи рядом сидящему, что тебе подходит это твоя одежда. ამენ. უთხარი. Да скажите друг другу. ალელუია.
სამოსი ისეთ რისთვისაც ვიფასებო. Для чего вообще нужна одежда? შიშიშვლე რო დაფარო. Для что твою вот наготу скрыть, наготу... მოდით ნახოთ პეტრეს Откроем Петра. მეხუთე თავი. ასევე ახალგაზრდების დაემორჩილეთ უხუცეს და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამ პორტავლებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მათს ანიჭებს. Также и младшие, повинуйтесь пастырям. Все же подчиняйтесь друг другу, облекитесь смиренномудрия, потому что Бог гордым противится, а смиренным дает благодать. ახლა დრო არა გვაქვს რომ გავაგზავნო, მაგრამ იქ წერია ვიფასებო. Დამდაბდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ Свелись под крепкую руку Божью. და იყავი სანამ ღმერთი მოინდომებს ამას. Будь там до тех пор, пока Бог тебя хочет. ღმერთო დავიღალე არ Ты უთხრა. говоришь, Господь, я уже устал, говорит, в этом положении. დროა უკვე წამომწიო. Уже время, поднимай меня. არა. Нет. იქ წერია ღმერთი თავის დროზე Написано, что в წამომწიო. свое время Бог вознесет тебя, в свое время. ამიტომ პირველ რიგში შეიმოსე თავმდაბლობა, Первое, облеки смирение, რომ მოგეხმაროს დამდაბლებაში. что это помогло тебе смеяться. ამენ. და მე ღმერთმა იცის სწორი დრო. И Бог знает нужное время. ჰალელუია. ამიტომ როდესაც გაიღვიძებ, Когда ты проснешься, ეძებე თავმდაბლობა რო ჩაიცვა. ищи, чтобы облечься в смиренномудрие, в ამენ. смирение. აი თუნდაც ზღვაზე იყო გასული საცურაოდ, Вот даже если ты пойдешь на море купаться, იქაც თავმდაბლურად შეიმოსე. ты тоже там облекайся в смиренномудрие. в Amen. смирение. გასაგებია რომ პალტოთი არ უნდა ჩახვიდეს ზღვაში. Конечно, ты не должен вот с пальтом вот нырять и бросаться в море. ამენ. მაგრამ ცოტა თავმდაბლურად ჩაიცვი, იქაც მაიც. Чуть-чуть и на море ты должен выглядеть, ну, как это смиренномудрие, облекаться. ჰა? ემდენ ლამის უკვე სახლიდან გადიან შიშვლები ზღვაზე საცურაოდ. А люди даже с дома уже ноги выходят, чтобы вот пройтись. ემდენ ერთმა გააკეთა ორმა და უკვე მოდაშია. Уже в моде один сделал, второй, и они с дома და выходят уже ноги. სამწუხაროდ И, к сожалению, მორწმუნეებიც ასე იქცევიან. и верующие тоже так поступают. ემდენ თილად იყავით. Будь, пожалуйста, осторожен. ჰალელუია. ემდენ სულ გადაირია ყველაფერი. Все как бы перевернулось. ადვილია ხალხის დასანახად იყო თავმდაბალი. Вот легко просто показаться при людях смиренным. მაგრამ უნდა მიაქცე ყურადღება რომ ღმერთი ხედავს ყოველ фეხის ნაბიჯზე. Но ты тоже знаешь, что Бог видит тебя на каждом шагу. მოდი ჩარავ ნახოთ 138-ის მე-6. Это 138:6. რუსულ ბიბლიაში 137 იქნება. Это 137. ამაღლებულია უფალი, მაგრამ ხედავს თავმდაბალს, მედიდურს კი შორიდან ვეცნობს. Высок Господь, смиренно видит и гордо узнает издали. ამენ. მაღალია ღმერთი, ანუ მაღლა. Он превознесет. და შორიდან ხედავს ვინ არის თავმდაბალი. И он сдалека видит смиренного. ამენ. ნახე თავმდაბალი მოდის. А вот он смиренно идет. მაგრამ ის ასევე ხედავს Он ამახსაც даже видит гордого. და თავმდაბალს მასთან უშვებს. А смиренного он допускает к себе. მაგრამ ამახს მასთან არ მეუშვებს ვიფას. А гордого он к себе не приближает. ამენ. იმ მანძილზე დატოვებს. Он оставляет гордого на расстоянии. სადაც არის. Вот где он там находится. მაგრამ თავმდაბალი მივა ღმერთთან. А смиренно он приближается к კი Богу. და ღმერთთან. Ты хочешь к Богу. თავმდაბალი იყავი და მიხვალ. Будь смиренным, и Бог тебя приблизит. ამაღი რაც არ უნდა ლოცულობდე, არ მეგიშვებს ღმერთი. Какой бы гордый ни молился, Бог его не приблизит к себе. არ მეგიშვებს რომ ლოცულობდე, თუ ხარ ამაღი. Да он тебя не приблизит к себе. თუ ხარ ამაღი. Если ты гордый. ჰალელუია. იყავი მკაფიო მაგალითი თავმდაბლობის. Да будь явным примером смирения. ჰალელუია. ზეცაზე კი არ უნდა გახდე თავმდაბალი. Ты не должен стать на небесах смиренным. იესო ჩვენი მაგალითია ძვირფასებო. Иисус наш пример. იესო ზეცაზე კი არ გახდა თავმდაბალი რომ მივიდა. Иисус не на небе стал смиренным, когда пришел. არის იესო თავმდაბალი. Иисус кроток, он смирен. ის ამბობს ჩემი უღელი აიღე. Он говорит, возьмите мое иго. იცი რა არის ეს უღელი? Что такое Божье иго? ეს არის თავმდაბლობის უღელი. Это иго смирения. აიღე ჩემი უღელი. Возьмите мое მე иго. თავმდაბალი ვარ. Я кроток и смирен. იესო ზეცაზე გახდა თავმდაბალი? Иисус на небе стал არა. смиренным. ამ ცოდვილ გარემოში გახდა თავმდაბალი იესო. Да в этом вот в греховном обществе Иисус стал смиренным. ჩვენ ზეცაზე კი არ გავხდებით თავმდაბალი. Мы на небесах не станем смиренными. აქ უნდა გავხდეთ Мы თავმდაბალი. здесь должны стать
უნდა ავირჩიოთ თავმდაბლობა. Мы должны შევიმოსოთ თავმდაბლობა. избрать, უღელში შევყოთ თავმდაბლობის თავი. взять иго смирения. ამენ. ის თავმდაბლდა, მიატოვა ზეცა, მოვიდა და გახდა თავმდაბალი. Он стал ამ სიბინძურეში небеса, пришел на землю, в эту грязь и стал, смирил себя. ესმის ძვირფასება. ნახეთ, როგორი კონტრასტული სიტუაციაა. Какая контрастная ситуация. ლუციფერი Люцифер, ადრე კაი ბიჭი იყო. он раньше был хорошим парнем. ამენ. უჩინარე კაი ბიჭი Не, იყო. хорошим парнем. გესმით? მაგრამ რა ქნა? Ну что он сделал? ამაღლდა Он возвысился, თავისით. сам по себе возвысился. ჩამოვარდა Упал, და აღარ იყო ლუციფერი. он уже не Люцифер, ის гахта სატანა. он стал сатаной. იესო ღმერთი იყო. Иисус Бог. და მან არ თქვა რომ ო, უნდა ვიყო უფრო მაღალი. Он сказал, что я должен выше быть. ის თავთავდა Иисус смирился. და ღმერთმა ამაღლა ძვირფასებო. И Бог превознес себя Иисуса. და ეს მუდმივი ორმაგი გზა არის მთელი ცხოვრება. И всегда вот этот двойной путь есть выбор на этой земле. იცით რომელი? Знаете, какие? გზა ზემოთ Дорога наверх და გზა ქვემოთ. и дорога вниз. შენი გზა И твой путь არ არის ზემოთ. не наверх. შენ ქვემოთ უნდა წახვიდე, Ты должен пойти вниз. იმიტომ რომ შენ ვერ ახვალ ზემოთ. Ты не сможешь пойти ღმერთი наверх. აგიყვანს. Бог тебя ვინ ზემოთ მიდის, А кто идет наверх, ის ვარდება. он падает ვინც вниз. ქვემოთ მიდის, Они идут вниз. იმას ღმერთი ხელს კიდებს და მიღავს ზემოთ. И Бог их вновь поднимает. ჩვენ არ ვართ გზა. Мы не путь. ჩვენი საქმე არ არის გზა. Да, это не наше дело путь. ჩვენი გზა არის თავმდაბლობა. Да, наш путь это путь смирения. იესოა გზა. Иисус путь. ქვემოთ წასულს. И все, თავმდაბალს и все, кто идут вниз, смиренный, იესო წაიყვანს ზემოთ ძვირფასებო. Бог возьмет к себе наверх. на ამიტომ небеса. მუდმივად უნდა მიაქციო ამას ყურადღება. Обращай на это внимание. ამენ. ყოველთვის უნდა ეძებო ეს დეფიციტი. Ты должен искать этот дефицит. თავმდაბლობა დეფიციტია. Это смирение это дефицит. აუცილებლად უნდა გითხრათ 2-3 მუხლი ძვირფასებო და დავამთავროთ. Вам сказать несколько მაგარი слов. მუხლებია რა. Очень хорошо. სოფონია 2-3. Это Сафония 2:3. ნახეთ რა წერია. ეძებეთ უფალი ყოველნო თავმდაბალნო. Ищите Господа всякие смиренные. ამენ და მე ნახეთ რა წერია. ეძებეთ თავმდაბლობა. Ищите смирение. ეძებეთ თავმდაბლობა. Ищите смирение. თავმდაბლებმა ეძებეთ უფალი, Смиренные ищите Господа. მაგრამ ეძებეთ თავმდაბლობა. Ищите смирение. ჰალელუია. ამახს არ გამოიყენებს ღმერთი. Бог не будет использовать гордого. რაც არ უნდა ტალანტი და ნიჭი გქონდეს. Какого именно талант и дара не было. სოფლიოში ყველაზე მაგრად რო უკრავდე დოლს. Если бы ты лучше знал вот ударить Სოფლიოში. да во всем мире ты лучше был გიტარას, как гитарист или барабанщик ვიოლინოს. или на виолине. თუ ამაყი ხარ, Если ты гордый, ღმერთი არ გამოგიყენებს. Бог не будет тебя использовать. მაგრამ თუ თავმდაბალი ხარ А если ты смиренный, და რომ არ იცოდე ეს, даже если ты не будешь знать, какой ღმერთი ты, გამოგიყენებს. Бог будет использовать Რატო? тебя. Почему? თავმდაბლობის გამო. Ради смирения. ამენ, ამიტომ იყავი თავმდაბალი. Потому будь смиренным. იმიტომ რომ თავმდაბლობა ღმერთის ნება. Потому что смирение воля Божья. მიქა 6:8. Михей 6:8. განგიცხადა შენ ადამიანო თუ რა არის კეთილი და რას მოითხოვ შენგან უფალი, მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლურად სიაროს. Человек, что любит Господь, он любит правду, добрые дела и любовь и смиренномудрие пред Богом твоим. Ходить в смиренномудрии. აი რას ითხოვ შენგან ღმერთი? Вот то, что просит у тебя Господь. კითხვა აღარ დასვა, ღმერთო რა გინდა ჩემსგან? Не задай вопрос, Господь, что ты от меня требуешь? ღმერთმა გითხრა უკვე. Бог уже сказал. თავმდაბალი იყავი და თავმდაბლურად იარე. Смиренномудренно ходить пред Богом твоим. და მინდა დავასრულო ძვირფასებო. Я хочу закончить. აი მართლა ძალიან მაგარი თემაა. Это очень უბრალოდ დიდხანს ვერ ვიქნებით აქ. сильная тема. Мы недолго ამიტომ будем. გადავწყვიტე რომ ეს საკვანძო მუხლები მომეცა Да, я თქვენთვის. хочу вот ключевые стихи взял с Библии. ეკითხე ბიბლია და გააპრაქტიკე. Читай Библию и практикуй. ამიტომ თავმდაბლობას Да потому что за смирение აქვს თავისი საზღაური, есть свое вознаграждение. აქვს თავისი ხელფასი. У него есть своя зарплата. კიდე გითხრა რა არის თავმდაბლობის ხელფასი? Да вы знаете зарплату смирения? ესე თუ მუშაობ, Если ты работаешь, გეუბნებიან, ჩემთან იმუშავე გექნება 1000 ლარი. лучше работать у меня будет 1000 лари. არა, ჩემთან მოდი 1500. Нет, у меня 1500. არა, ჩემთან 2000. Нет, у меня 2000. და ადამიანი უკეთესი რჩევს. И люди лучшее მე выбирают. მინდა ღმერთის შემოთავაზება გითხრა Я ეხლა. хочу, чтобы
что предлагает нам Бог. ყველაზე დიდი ანაზღაურება, Самое большое вознаграждение ყველაზე უბრალო საქმისთვის, за очень простое дело, თავმდაბლობისთვის. за смирение. თუ თავმდაბალი იქნება. Если ты будешь смирен, ნახე როგორი ხელფასია. вот какой у тебя будет თავმდაბლობის და უფრიშიში საზღაური. за смирением следует. არის, საზღაური არის. Это воздаяние за смирение, ხელფასი, это зарплата, სიმდიდრე, богатство, პატივი слава და სიცოცხლე. и жизнь. ვაუ! კიდე მდიდარი იყო. Ты хочешь быть богатым? იყავი თავმდაბალი. Будь смирен. კიდე პატივდებული იყო. Хочешь быть იყავი თავმდაბალი. Будь смирен. კიდე ცოცხალი იყო. იყავი თავმდაბალი. მერთი გადაგიხდის. იესოს სახელი და ყველა თავმდაბალმა შეხკივლა. ამენ ჩვენს უფალს. ხება ჩვენს უფალს. ამენ. ჰალელუია. მოდი წამოვიდეს უფალს.